კოგნიტიური იარაღის დამახასიათებელი თვისება არის ადამიანის ინსტინქტებზე, ადამიანის ძალიან ისეთ ღრმა გარკვეულ განცდებზე აქცენტების გაკეთება და მათთვის ისეთი მართვადი ნარატივების მიწოდება, რომ ადამიანი ამას იჯერებს და პროპაგანდისგან განსხვავებით თავად ხდება შემდგომ ამის მულტიპლიკატორი. მაგალითად, საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე პირველად რუსეთმა დაიწყო მართვადი საკომუნიკაციო სივრცის შექმნით. სოციალურ ქსელებში, რომელიც არის აი ამ იარაღის გავრცელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეალი, მისი შეღწევადობის ფოკუსიდან გამომდინარე, დაიწყო მართვადი საკომუნიკაციო სფეროს შექმნა და დაიწყო ძალიან ფრთხილი ნარატივით, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება იყო ეფემერული, ილუზორული მიზანი, რომ ეს არასდროს არ მოხდებოდა. ოღონდ ამას მაშინ ისაკეთებდა ტროლების და ბოტების ინსტიტუტით, რაც პროპაგანდის ძალიან ჩვეული მეთოდია. შეიძლება მას კონდეს ათობით, ასობით, ასეულათასობით თქვათ რაღაც შესაძლებლობა, მაგრამ ეს ვერ იქნება მილიონები, ხო? ეს ვერ იქნება მთელი ერი, ეს ვერ იქნება მთელი ფენა მოსახლეობისა, თან მათ ეთყობათ, რომ ისინი არიან არასულიერი, ანუ კოორდინირებული მოქმედება არის, მაგრამ სწორედ შემდგომი ეტაპი უკვე გულისხმობს პოლიტიკურ წრეებში ინფილტრაციას, პოლიტიკური პარტიების ინფილტრაციას, იმ განცდის შექმნას, რომ რუსული პარტია შესაძლებელია მოხვდეს პარლამენტში, შეიძლება მთავრობაშიც კი მიიღოს გარკვეული დოზით კოალიციის შემთხვევაში მონაწილეობა და ჩვენ გვახსოვს როგორც სოკოებივით ჩნდებოდა ერთი მეორეზე, ერთი შეხედვით ირონიული, ერთი შეხედვით რაღაც ისეთი გროტესკული პრორუსული პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებიც ვერ აღწევდნენ 3-5%-ზე მეც, მაგრამ ყოველთვის ქმნიდნენ წლების მანძილზე განცდას, რომ პრორუსული პარტიის არსებობა საქართველოში დიახ შესაძლებელია, ვთქვათ და მესამე უფრო მძიმე ეტაპი, როდესაც უკვე თვითონ მართველი ელიტების ინფილტრირება მოხდა ამ ნარატივებით, რუსეთმა ფაქტიურად მიაღწია სახელმწიფოს მიტაცებას, როდესაც დემოკრატიული ინსტრუმენტები, დემოკრატიული ინსტიტუტებიც კი უკვე აჟღერებენ რუსულ პროპაგანდას და არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაც პროპაგანდისტი მოსყიდულია, ან ვიღაც ტროლად მუშაობს, ან ბოტი ავტომატია სადღაც და ამიტომ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ გარკვეულად დაიჯერეს, რომ მართლაც რუსეთს შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოგვარება, რუსეთს შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ყველა ეს ნარატივი ტყუილია, მაგრამ ის მოქმედებს ადამიანის ძალიან ისეთ ინსტინქტებზე, სიღრმისეულ ინსტინქტებზე და შესაბამისად განსაზღვრავს ადამიანის გრძნობებს.